Ძირფასონა გუბრებო, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ნოდარდა ნელი კობახიძეების ოჯახში. ეს ოჯახი ტელევიზიით, პრესით ცნობილი არის ჩვენს რაიონში. ოჯახის შვილებს ელაპარაკი ნანა ანო კობახიძეების შესახებ. სხვა მოვლენებიც იყო საინტერესო მათი სტუმრების, უცხოელი სტუმრების შესახებ ჩვენ ამაზე ვარჩენებთ ამ თემაზე. სიუჟეტები ეს კი გვინდა წარმოგიდგინოთ ხალბატონი ნელი კობახიძე, დავითაშვილი რა ხალბატონი. ის როგორც დედა, როგორც პედაგოგი. ეს ჩვენ სხვა დროს ხომ ხალბატონელი ამაზე არ ქონია საუბარი, რომ თქვენზე გვესაუბრა, როცა პირველ რიგში რა თქმა უნდა, ბატონო დასარეწინებოდა დედა-შვილების აღზრდილი, მისი ეთიკური, ზნეობრივი და სხვა რა თქმა უნდა, თავის მეუღლესთან ერთად. მაგრამ დღეს ასე მინდა წარმოგიდგინოთ, მაგრამ პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, დედის დღე, წარმოდება გისურვოთ და მინდა რამდენიმე შეკითხვა თუ შეიძლება ამასთან დაკავშირებით. ხალბატონელი, ასეთი თქმა არსებობს, რომ გმირი დედა ეს ჩვენ ხოლმე წლების განმავლობაში გმირდედობას ანიჭებდნენ რამდენიმე შვილის, ესე იგი 5 და ზემო თუ 8 და ასე მეაყმავთ, ზუსტად არ მახსოვს ეს, მაგრამ გმირი დედა ითვლებოდა ის, ვისაც მრავალი შვილი ჰყავდა. რა თქმა უნდა, საქართველოს თავისთავად ეს სჭირდება, მრავალშვილიანი იყოს ქართველი ოჯახი, მაგრამ მაინც ისე ვაჟასეულის სიტყვები, ლამაზად შვილის აღზრდელი დედა მიცუნია ღმერთად არა? აი თქვენ რა აზრის აბრძანებით, აი დედობაზე, როგორია რაოდენობრივი თუ პირველ რიგში ხარისხობრივი, ასე რომ ვთქვათ, მაჩვენებელი იყოს შვილების აღზრდის. მე რაოდენობას არასოდეს გმირობად არ ავთვლით. რაც ახლა რა თქმა უნდა. ყოველთვის ხარისხი მქონდა მხედველობაში. და ვეთაფარი რა თქმა უნდა ვაჟას გამონათქვამს რომ ლამაზად შვილის აღზრდელი და მიცნია ღმერთად. ალბათ ეს დღესაც ალბათ ეს მოვალეობა ხალებს კი, აუცილებლად ეს ყოველთვის ხარისხი მაღლა უნდა იდგეს. შეიძლება ერთი შვილი ყავდეს, მაგრამ კარგი შვილი იყოს. რა თქმა უნდა. თუმცა ერთი შეიძლება ითქვას ოდამ. არა, ბევრსა და კარგს რაჯობია, მაგრამ თუ ცუდი იქნება, ცუდი არა, ცოტა კარგი, ცოტა და კარგი, მაშინ. ალბათ ეს. ბევრი კარგი ჯობია, მაგრამ ჯობია ფიასი, მაინც არჩევანი, მაინც კარგი შვილზე გაგეთის. კარგი შვილი ცოტაც კარგია. დღეს ჭირდება რა ხალბატონი? დღეს აუცილებლად ჭირდება და ყოველთვის ჭირდებოდა კარგი შვილი ჩვენ სამშობლოში. აი სამწუხაროდ ასეთი ტენდენცია არის საქართველოში, რომ ადრე თუ გტაცებდნენ ბავშვებს და მამულკებად იზრდებოდნენ, შემდგომ და ხილიდნენ, აი დღეს ასეთი რაღაც არის უკვე თბილისში, რომ აგზავნიან გაშვილება მიმდინარეობს ბავშვებისა. საზღვარგარეთ სხვადასხვა მოტივებით არის იქვე ეკონომიკური ასახელებენ და სხვა, მაგრამ აი თქვენ რას ფიქრობთ, რამდენად გამართლებული არის თუნდაც იმ მოტივებით ბავშვების გაშვილება? არაფერი მოტივი არ ამართლებს შვილის გაშვილებას. ეს არაფრით არ შეიძლება. როგორ შეიძლება დედამ იმდენი ვერ გააკეთოს, რომ შვილი არჩინოს. მე ასე მგონია მთას მოგლეჯავს დედა შვილს რო გაუჭირდეს. და რა ვიცი, არ არის სწორი რა თქმა უნდა. გაშვილება როგორ შეიძლება? გარდა არის სამწუხაროდ ასეთი ფაქტები არის. ვინ გაიზრდებიან ისინი? აი თქვენ რას ვფიქრობთ, დაუშვათ რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენ ვის ვნახავთ, მაგრამ იმ ქართველებს ისე? ქართველებს როგორ გავნახავთ, მაგრამ სადღაც შეიძლება იყივლოს გენმა და იქნებ მაინც ქართულად დაგვიბრუნდეს საიდანაც. რაღაცა გაგებით, რა ვიცი. აი თქვენ გახსოვთ რა თქმა უნდა ჩვენი ეკო გოგებაშვილის წიგნ ნაწარმოებებზე გავიზარდეთ და აი ეს იავნანამ რა ქნა რომ აი ქართულმა იავნანამ როგორ აღორძინა, გააცოცხლა ბავშვის ქართული გენი და როგორ დაუბრუნა თავის მშობლებს. ეთყობა მაშინ ბავშვებს ასე იავნანად იზრდიდნენ, არა ქალბატონები აქ ამთან, მაგრამ დღეს როგორ არის? მე როგორ ზვიდით თქვენ შვილებს ასეთ კარგი შვილები რომ გაზარდეთ? მე ხო სიმღერაში მიმიძლია და ჩვენ უფრო ზღაპრების
ფონზე ვზრდიდით. მეუღლე ზღაპრებს უამბობდა ხოლმე და ისე ვზრდიდით შვილებს. და ამ ზღაპრებში იყო ის თვისებების ტურის მეუღლის რაც ზრდიდა შვილებს. გაბადონელი აი დღეს როგორც აღნიშნეთ დედის დღე არის. მალე 8 მარტიც დადგება ერთი ხანობა ეს დღესასწაული არც კი იყო და შემდგომ ისე ტრადიციული აქციები ისე. თუ აღნიშნამდე ხოლმე და ვისი მილოცვა გაგახარებდა დღეს, მოგილოცოთ, ვისი მილოცვა გაგახარდებოდა დაუშვათ დედის დღეს და 8 მარტსაც. პირველ რიგში ყოველთვის ჩემი შვილები და მეუღლე მილოცავდნენ ხოლმე და დღესაც პირველ რიგში ეს გამახარებდა. მე გავწეს მილოცები. სულ პატარები იყვნენ ხოლმე რომ თავისით რაც ეხერხებოდა, რითიც ეხერხებოდა, იმითი მილოცავდნენ ხოლმე 8 მარტსაც, დაბადების დღესაც. ესე თავისი შექმნილი საინტერესოა, მაგრამ მისალოცი ბარათებით. თავისი დამზადებულით. ესეთი თვითონ დამზადებდნენ. მილოცავდნენ. თუმცა დამხატავდნენ, თუმცა არასოდეს ყოფილა ეს ანოს დახატულია. თუმცა არასოდეს ყოფილა არც ესე მილოცავდნენ. ეს ის შესრულებულია? იქ ნანასია. ეს ნანასია რა? ეს ხანდახან კიდეც დაკარგავდნენ ხოლმე. სულ პატარები როცა იყვნენ. ეხერხებოდათ ალბათ, თორემ შეიძლება ყოველ შემთხვევაში ცდილობდნენ. აი დანამ ერთხელ ლექსიც კი ალბათ შეიძლება დამეწერა. შეიძლება წაგვიკითხეთ ეგრე. დედას ჩემო კარგო დედიკო, მოგილოცავ 8 მარტს, ჯანმრთელად და ბედნიერად დაესწარი მრავალს. არა იყო მაშინ მე მგონი სკოლას ნოჯუბში იყო სკოლაში ეს ნახატიც მის შესრულებულია? ნახატიც. სხვადასხვა ნანამ შემდგომ როცა დაიწყო ლექსების წერა ჩვენთან იბეჭდებოდა ხოლმე. ის თარგმანებიც დავბეჭდეთ უცხო გერმანული. ბავშვობასაც ეთყობოდა უკვე გამართულად წერდა. ეს ძალიან კარგი სასიამოვნო, მაგრამ ხაბადონელი, თუ შეიძლება გითხარით, თქვენს მეუღლეს თუ მოულოციან ლექსი თან თქვენზე თუ მე ხო ვიცი და საერთოდ ჩვენ ვიცით რომ ის ლექსებს წერს და საკმაოდ კარგი ლექსებს. როგორ არა დაწერე. თქვენთვის დაუწერია ლექსი? დაუწერია. აი ახლა რომ სიურპრიზი შემოგთავაზოთ და მოგასმეინოთ მისი ლექსი და ეს იქნებოდა მისი მოლოცვაც თქვენსი. ახლა მოვისმენთ ჩვენ ბატონ ნოდარ ყობახიძის ჩანაწერს, ხმის ჩანაწერს ლექსით, რომელიც თავის მეუღლეს კალბატონ ნელის მიუძღვნა. ჩემს მეუღლეს თავბრუდამხვევის ისტრაფით წუთი სოფელი მიქრის. ჩვენი ოჯახის ასაკი ჯერ 25 წელს ითვლის. ერთ სურჩი ვცოცხლობთ ხმიანობთ აზრით, გრძნობით და ფიქრით, ჩვენი სათქმელი საქმის თქვით, მას მომავალშიც ვითვლით. მადლს მოგახსენებ, რომ გვიზრდი 4 შესანიშნავ ყვავის. სამშობლო, ჩემო ძვირფასო, შენისთანებით ყვავის. ხნედ მიუძღვები კერია სიხლის შემდედო რვას. ამაზე სასიქადურო რა უნდა გქონდეს ქალს. შვილებს უნერგავს სიკეთე სიწმინდესა და ზნეს. გინდა ფიცავდნენ სამშობლოს იმის ხალხსა და მზეს. ასეთი დედა სჭირდება ჩვენ საქართველოს დღეს. თუ ყველა დედა შენსავით გაგვიმრავლებდა კარგს, ცისკარი უფრო ლამაზად გაგვინაცებდა ცას. გიყვარს ერი და მამული მისი ძლიერის ლამო. დედა ხარ დედა ნამდვილი დედა სიცოცხლის წყარო. ბურჯი ხარ ბურჯი ოჯახის დასამთელივით იწვი. ეს თავად უკვდავება და ერთგულების ფიცი. ბრუნავს ცხოვრების ბორბალი მიქრის სიცოცხლე ტკბილი. ჩვენ სწორფა მამულსაჩუქე 4 ლამაზი შვილი. სწორედ რომ მშვენიერი ხარ დასაფიცარი ჩემი და ლექსიც მისთვის გიწვენი ჩემო ძვირფასო ნელი. საინტერესო ლექსია და მე კიდევ ერთხელ გილოცავთ კალბატონელი ნელი მშვენიერ ლამაზ დღეს და შვილების გააზრდა გამრავლება და წარმოქმნება. კარგად